საკმაოდ დიდი კონკურენცია ევროპულ წარმოებლებში ვამბობ დისკები, საჩეხის, კულტივატორების, გუთნების, ალბათ ხარისხითაც ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება და არც ტექნოლოგიურად, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია ესე ყველა სხვადასხვანაირი გადაწყვეტა მოვიფიქროს, ხო ახლა რამდენი სატკეპი ხდება, ხო? თუნდაც ხოლო იტალიელი წარმოებლები, მე ამას ემატება გერმანელები, ფრანგები, პოლონელს და იმას აღარ ვამბობ, ხო? ძალიან ბევრი არის. და უფრო მეტად ალბათ ეს დიდი ბრენდები ახერხებენ, რომ მიიტანონ ეს ყველაფერი ფერმერებამდე. აი ახლა ძალიან მაგარი დისკი არის, კომბინირებული, თავიდან დისკები მიდის, მერე ჩიზელ კულტივატორი მიდის, ჰიდრავლიკის დაცვით, აქ საჩვენებლად ქვაც არის დადებული, რა შეუძლია მოკლედ აქაც ძიმე დისკი. ალბათ ძალიან უჭირთ არქივონის გაკეთება ევროპაში, როცა უნდა იყიდო რაღაცა მისაბნელია.